share prices continued to tumble. Lehman Brothers was forced to declare itself bankrupt. The largest single point drop. ფილმში სამუშაო ინსაიდი ჩარლზ ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ უოლ-სტრიტის ბანკირებისა და აღმასრულებელი პირების სიხარბემ მათ სარისკო ინვესტიციებთან ერთად ამერიკა 2008 წელს კრიზისამდე მიიყვანა. What do you think about selling securities which your own people think are crap? Does that bother you? As a hypothetical? No, this is real. ფერგიუსონმა ცოტა ხნის წინ ამერიკის ხმას უთხრა, რომ დღემდე ამ დანაშაულისთვის და ქვეყნის გაკოტრებისთვის არავინ დასჯილა. ფილმით მინდოდა ხალხს დაეხმარებოდი მომხდარის გარკვევაში და ჩვეულებრივი ამერიკელისთვის ამეხსნა, თუ რატომ ვართ კვლავ ასეთ საშინელ მდგომარეობაში. ფერგიუსონის დოკუმენტური ფილმი მაყურებელს განრისხებულს ტოვებს. აქ წარმოდგენილი ფაქტები ამტკიცებს, თუ როგორ ხდებოდა რეიგანის პრეზიდენტობიდან დაწყებული ფინანსური რეგულაციის პირობებში ჭარბი სარისკო ინვესტიციების დაბანდება, რამაც საბოლოო ჯამში ამერიკის ეკონომიკამ წყობრიდან გამოიყვანა. The oldest money market fund in the nation wrote off roughly $750 million in bad debt issued by the now bankrupt Lehman Brothers. რეჟისორს საშუალება ჰქონდა ცნობილი ეკონომისტები და ექსპერტები ჩაეწერა. რობერტ ნაის და ერთ-ერთი მათგანია. Goldman Sachs, Lehman Brothers, they knew what was happening. ხშირად უთქვამთ, რომ მთავრობა უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო, უოლ-სტრიტი ანალოგიური საქმიანობის წარმოებას ვერ შეძლებდა. როკფელერის ინსტიტუტის ეკონომისტი რობერტ ჯონსონი ამერიკის ხმასთან საუბარში ამ მოსაზრებას ეთანხმება. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ვისწავლეთ, რომ უკონტროლო ფინანსურმა სექტორმა შესაძლოა ადამიანებს დიდი ზიანი მიაყენოს. ფილმში ფერგიუსონი ფინანსური ინდუსტრიისადმი ობამას ადმინისტრაციის რბილ დამოკიდებულებას და მისი მრჩევლების მუშაობას აკრიტიკებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბატონი ობამა ბევრს გვპირდებოდა, რომ არსებულ სიტუაციას გამოასწორებდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცხადდა, რომ იმ ხალხს, რომლებიც მან ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად დანიშნა, ფაქტობრივად ფინანსური კრიზისის დაწყებაში მიუძღოდა წვლილი. რობერტ ჯონსონი ამ მოსაზრებას ეთანხმება და ამბობს, რომ პრეზიდენტმა საკმარისი არ გააკეთა დამნაშავეთა დასასჯელად და არც უფრო მკაცრი კანონმდებლობა შეიმუშავა. ფერგიუსონი ახლა ამტკიცებს, რომ უოლ-სტრიტის ბანკირებს ამერიკის ეკონომიკა და მთავრობა მძევლებად ყავს აყვანილი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ფერგიუსონს დემოკრატიისა სჯერა. არ მგონია, რომ უოლ-სტრიტმა ყოველთვის შეძლოს ქვეყნის მთავრობის მართვა. ჯერაც მგონია, რომ ამერიკა დემოკრატიული სახელმწიფოა და რომ სისტემის ნაკლოვანებების მიუხედავად ხალხს ამის შეჩერება შეუძლია. რეჟისორი ვარაუდობს, რომ ამერიკას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად წლები დასჭირდება. სამუშაო ინსაიდმა კი უკვე მოიპოვა კანის, ტორონტოსა და ნიუ-იორკის კინოფესტივალების საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო და ახლა ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის პრიზია წარდგენილი. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.